ვაიმე მამაო რატო არ გამოჩნდა? ვინმემ დაურეკეთ მოიკითხეთ, კაცო. უი რა შვებით ამრიკო ისე მარხულობ ხო შენ? მარხულობ თინგა თავის თავად ეხა რაც ჩემი ქმარი აღარ მუშაობს არც ხორცია სახში და არც ყველი და მარხვა გამოგდის. გოგოიბო მე სანთლე ქალთან გავარკვიე და მოდის თურმე მამაო გზაშია. რესტორანში ყოფილა და საშინელი საცობებია თურმე. დედა მე რამდენი შემთხვევა უკვე ამ ბოლო ორ კვირაში კაცო იმდენი საქმე აქვს საწყალმამაოს რომ სუასე გზაგზა უწევს ხოლმე ჭამა რესტორანში. დამეწובה ხოლმე ზოგჯერ რაღაცნაირად გული რა. უი თამრიკო რესტორანზე გამახსენდა გოგო რა ქენით აბა როგორ ჩაამთავრეთ შვილიშვილის ნათლობა. რა ვიცი ახლა რესტორანი ვეღარ შევძელი თინგა, მაგრამ მაინც რაღაცაირად გულდამშვიდებული ვარ 300 ლარი მიუცია ნათლობის მერე ჩემთვის მამაოსთვის და მამაოსთან ახლა ეგარ დაგვეკარგება ნამდვილად. აბარა კაცო. მამაოსთან ვის რა დაკარგვია ერთ შენი ჯირიმე. აი მე რაღაცნაირად ცივა ხო ის ეკლესიაში. ეციება ინგა აბარა იქნება. დაანთეთ რა ხალხო ერთი სანთელი რა გაგიხდათ ყველას რომ დაანთოთ. ამ ერთ წუწურა კიმრები თუ კიდე სადმე არის არ ვიცი რა. გეგონოს თამრიკო მესამე მიკროში რო ტაძარია ხო იცით გოგოებო მანდბრებლი ყოფილა თურმე ნოიტყვი შარშან მაგათი მამაოს შვილი მოწყობილა უმაღლესში და ერთი არავინ არ წააშველა ხელი საწყალმამაოს რომ უნივერსიტეტში სწავლის თანხა შეეტანა. რას აღარ კადრულობს ხალხი? უი ხო დედი არ გამიკეთებია საჭმელი დღეს რა უნდა გამეკეთებინა კაცო. რამე იქნება და გადაიარეთ ახლა დღეს რაღაცაზე. ო კაი. აი მოვიდა მამაო რესტორნიდან. დედა როგორი გადაღლილი სახე აქვს.